ბათუმის ქუჩაზე წუხელგვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ალასანიების სახლის გაქურდვა სცადეს. ოჯახის წევრები კურსორთან საუბარში ყვებიან, რომ სამი ნიღბიანი მათ საცხოვრებელში შევიდა და ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეიტყვეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. ალასანიების ინფორმაციით ნიღბიანები მიიმალნენ. მათ სახლის გაძარცვა ვერ შეძლეს. დედაშვილი ბათუმის ქუჩაზე მარტო ცხოვრობს. შემოიჭრნენ სამნი სუსტი აღნაგობის საშუალო ტანის ბიჭები და თიკოს რა თქმა უნდა ააფარენ სახეზე უნდათ ეთყობა ან გაეთიშათ ან რა ვიცი რა ასეთ დროს გავიგე თიკოს ჩემი გოგოს კივილი და ამ დროს ვიფიქრე უკვე всё თავს დაგვესხენ საძინებელში გავაღე ფანჯარა და რაც შეიძლებოდა მწარე ხმით ვიკივლე რომ მეზობლები დამხმარებოდნენ და მართლაც ყველამ გაიგო, ყველა მოცვიდნენ და მე სანამ გამოვედი სამზარეულოში, სადაც თიკო იმყოფებოდა, იქამდე უკვე ისინი გავარდნენ და გაიქცნენ. მაფარეს სახეზე და მე თითქოს უნდოდენ ჩემი გადგუდვა. მაგრამ მე ძალა მოვიკრიფე და ვიყვირე მაგარ ხმაზე და მე დედაჩემმა დამეხმარა. გავაღე კარები და თქვი დედა მიშველე და მე გაიქცენ თვითონ. სახეზე ფერი არ მედოდა ძალიან ცუდად ვიყავი. პოლიცია მოვიდა. დიახ, პოლიცია, სასტრაფო და დამეხმარენ უკვე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.